მოგესალმებით თანამოქალაქენო. გონი საიდუმლო არაა, რომ დეტექტივებისა და განსაკუთრებით სერ არტურ კონან დოილის შემოქმედებისადმი დიდი სიმპათია გამაჩნია. შესაბამისად, ალბათ ისიც არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ წლების განმავლობაში შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების უამრავი ლიტერატურული თუ ეკრანული ვარიანტი მინახავს. და ჩემი დაკვირვებით, რა თქმა უნდა, როგორც ყველა საკულტო კლასიკად ქცეული წიგნი, შერლოკიც ხშირად ქცეულა ძალიან არასაჭირო ინტერპრეტაციების მსხვერპლი. გულისხმობ, რა თქმა უნდა, ალტერნატიულ ვერსიებსა და სპინ-ოფებს. ზოგადად, ჩემი აზრით, უკვე არსებული ნაშრომის გადამღერებას მხოლოდ ორი მიზეზი შეიძლება გააჩნდეს. პირველი კომერციული, ხოლო მეორე, თუკი უბრალოდ რომელიმე ფანს ამ ბავშვის საკუთარი თავის ჩასმა მოუნდა. ორივე ვარიანტს შემთხვევების 99.9%-ში საკმაოდ უხერხულად საყურებელ და უსიამოვნო შედეგებამდე მივყავართ. და მოდით დღეს სწორედ ამ მშვენიერ ქმნილებებზე ვისაუბროთ, რომლების დარწმუნებული ვარ, ჩემ გარდა კიდევ ბევრისთვის გამხდარა ჭმუნვისა და ცხოვრების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მიზეზი. პირველი ამ მხრივ ეს წიგნი გამახსენდა. იგი თურმე რეალურად რომანების მთელი სერიაა, თუმცა ქართულად მხოლოდ პირველი ტომია ნათარგმნი. ვინ იცის, შეიძლება დანარჩენი ნაწილები გაცილებით უკეთესია. მაგრამ მე პირადად არანაირი სურვილი არ გამაჩნია ამის დასამტკიცებლად ჯეფ ბეზოსის ჯიბეები კიდევ უფრო მეტად გავასქელო. აუცილებლად მოგახსენებთ, რა პრეტენზიები გამაჩნია ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსსა და სიკვდილის ღრუბელთან. თუმცა მოდით მანამდე შინაარსზე 1-2 სიტყვა ვთქვათ. წიგნი 14 წლის შერლოკისა და მისი გარემოცვის მეთიუსა და ვირჯინიას თავგადასავალს მიჰყვება. ისინი ვინმე ბარონს უპირისპირდებიან, რომელიც მისთვის არასასურველ პიროვნებებს წამლავს. რა გასაკვირია, როგორც ყველა სხვა საყმაწვილო სათავგადასავლო წიგნში, აქაც ზრდასრულები, რომელთაც არასრულწლოვან პერსონაჟთა მეთვალყურეობა აბარიათ, ნამდვილი ბატები არიან, რომელთაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, სად არიან ბავშვები. რასაც თავისი ლოგიკური შედეგები მოჰყვება. ახალგაზრდა შერლოკს ხან კინაღამ ცოცხლად წვავენ, ხანაც ცემენ, არა, უმეტესად ცემენ. ისიც ძალიან უცნაურია, რომ ყველა ანტაგონისტი მოზარდს თვალის დაუხამხამებლად იმეტებს. არ მესმის ასეთ რა საფრთხეს ხედავენ მასში. რო 14 წლისაა რა სიზამს წავა და ჩაგიშვებს, ერთბაშად ვინმე არ დაუჯეროს. ცალკე შერლოკის ხასიათიც დაბნეულობის სერიოზული საბაბია. რამე თუ იგი ნამდვილი ჰოლმსის პაროდიას უფრო წააგავს, ვიდრე ლოგიკისა და თანმიმდევრულობის კანონებით აწყობილ გმირს. აი წარმოიდგინეთ ბავშვმა, რომ პირველად წაიკითხოს ბასკერვილების ძაღლი და მერე თვითონ მოინდომოს შერლოკობანას თამაში. დაახლოებით ეგ ვარიანტია. ის უბრალოდ გამაღიზიანებელი უხასიათო ლაწირაკია, რომელსაც თავი ყველაზე კომპეტენტური ჰგონია. ამ წიგნის True Watson-ი მეთიუ თეორიით ავტორის ეგრეთ წოდებულ self-inserts წარმოადგენს და შესაბამისად ბუნებრივია, რომ მთავარი პერსონაჟის ადგილზეც ეკვეხება მომენტებში. ისე კი ზოგადად არანაირი ფუნქცია არ გააჩნია, უბრალოდ აქაა, უბრალოდ აკვირდება მოვლენების განვითარებას, ერთხელ შერლოკს გადაარჩენს და მეტი არაფერი, სულ ეგაა. ვირჯინიაზე რა გითხრათ? გოგო ცხენზეზის ვაშა feminist icon. სინამდვილეში არა, ესეც ფასადია და რეალურად ეს პერსონაჟიც სტერეოტიპული განსაცდელში მყოფი ქალია, რომელიც პროტაგონისტმა უნდა იხსნას. შინაარსზე რა გითხრათ? სპანჯბობის ყველა სეზონის ყველა სერია რომ რანდომაიზერში შეყაროთ და შემთხვევით გამარჯვებული ნახოთ, უფრო მეც მიიღებთ ვიდრე ამ წიგნისგან. ყველა ელემენტი აბსოლუტურად უმარილოა. ამბავს თითქოს თავიდანვე გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. აქ არანაირი მოლოდინი, დაძაბულობა და გაურკვევლობა არაა. კითხვისას სწორედ ასეთი განწყობა გაგიჩნდებათ. კარგი რომელიც რა თქმა უნდა ფრანგია, რადგან აბა სხვავის შეიძლება სძულდეს ბრიტანელიერი. განზრახული აქვს ყურეში იარაღი შემოიტანოს და ბრიტანეთის მთელი არმია გაანადგუროს. მერე, თუნდაც ბარონმა მთელი ინგლისი ყირაზე დააყენოს, ოღონდაც ყველაფერი დასრულდეს. კრინჯითაც ვერი კრინჯები ადამიანი. ეს წიგნი საჭმელი რომ იყოს, უმარილო მოხარშული ქათმის ხორცი იქნებოდა და როგორც ამ კერძს, მასაც 10-დან მხოლოდ 2 შევაფასებდი. ჩვენი მეორე სამიზნე კიდევ ერთი საყმაწვილო სათავგადასავლო წიგნების სერიაა, სახელწოდებით შერლოკი, ლუპენი და მე, რომელიც ორიგინალში არსებული პერსონაჟის ირენ ადლერის პერსპექტივით გვიყვება ახალგაზრდა დეტექტივის თავგადასავლებზე. და მწერალმაც, უფრო სწორედ მწერლებმაც, სწორედ მისი სახელი აირჩიეს ფსევდონიმად. გონი 5 წიგნიდან ქართულად 3-ია ნათარგმნი და რაც უნდა ირონიული იყოს, ერთ მათგანს ვფლობ კიდეც, რაცაც ჩემ მოზარდ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. შემეძლო ამ თანხით ახალგაზრდა ვერტერის ნებანი მეყიდა, როცა მისი ტირაჟი ჯერ კიდევ არ ამოწურულიყო. მაგრამ არა, პირველი წიგნი მეგობარს გამოვართვი და ყველაფრის მიუხედავად რასაც გეტყვით, მიზნად სერიის მთლიანად წაკითხვა დავისახე. Anyway, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ მომიყვანია. სამაგიეროდ პირველი ტომის მიხედვით გაკეთებული დასკვნები შემიძლია გაგიზიაროთ. შერლოკი, ლუპენი და მე ფაქტიურად ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსის ნაკლებად დეპრესიული ვარიანტია. ამ ორ ნაწარმოებს შორის არც ისე ბევრი განსხვავებაა. როგორც ხედავთ, მთავარი პერსონაჟები აქაც 2 ბიჭისა და 1 გოგოსგან შემდგარ ტრიოს წარმოადგენენ. ოღონდ გაგიკვირდებათ და ესენი პირადი თვისებებისა და სახასიათო შტრიხების ნაკლებობით იტანჯებიან. ანუ სიუჟეტში გვყავს მომავალი ლეგენდარული გამომძიებელი. მე-20 საუკუნის დასაწყისის კიდევ ერთი აიკონური პერსონაჟი, მომავალი ჯენტლმენი ქურდი. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი და მაინც აქ ყველაზე საინტერესო ტიპი ლუპენის მამაა, რომელიც მხოლოდ ერთგან გაიელვებს და არანაირი დატვირთვა არ გააჩნია. გარდა იმისა, რომ ჰეი, ლუპენს მამა ყავს.
აგე ეს კაცია. არასრულწლოვანი პერსონაჟებისადმი სისასტიკის მხრივ ეს წიგნი უფრო ნაკლებად გამოირჩევა. სერიოზულად ხალხო წინა სერიების ავტორი მგონი მთლად დალაგებული ვერაა. მაგრამ აქაც რა თქმა უნდა ბავშვები უმისამართოდ დადიან ყურადღებას დიდად არავინ არ აქცევს. თუმცა ირენ ადლერის მემუარებში სენტიმენტალური მომენტები მაინცაა და მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობრობა ზედმეტად სწრაფად კრებს ტემპს, მთავარი გმირები თავგადასავლის დასრულებამდე ადამიანური ურთიერთობების ფასს მაინც იაზრებენ და ფაქტიურად ყველა სირთულეს მეგობრობის ძალით ამარცხებენ. და რადგან ამ მოვლენას მაინც დასრული მკითხველის თვალით ვუყურებ, ვაღიარებ, რომ საბავშვო წიგნისთვის პირიქით დადებითიც კია. და ზოგადად, ჩემი აზრით ეს ნაწარმოები გაცილებით კარგადაა დაწერილი მოზარდებისთვის, ვიდრე ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი. უფრო მსუბუქი განწყობისაა, ცოტათი უფრო საინტერესოცაა და რაღაც მორალი მაინც გააჩნია. ამიტომაც შერლოკსაც, ლუპენსაც და მესტს 10-დან 4-ით შევაფასებ. რამე თუ ლიტერატურული მარგალიტები უკან მოვიტოვეთ, შეგვიძლია ეკრანულ სპინოფებს მივადგეთ. უფრო სწორედ სპინოფს. ერთია მორჩა, ამის მერე გაგიშვებთ. ტომი და ჯერი შერლოკ ჰოლმს ხვდებიან. არც კი ვიცი რა ვთქვა, საოცარი, გენიალური, ნამდვილი შედევრი. ისე მართლა სხვა თუ არაფერი ეს პატარა ფილმი მართლა ხარისხიანადაა გაკეთებული. რა თქმა უნდა, Warner Brothers ეგ არ შეეშლებოდა, მაგრამ მაინც პერსონაჟები ძალიან ბუნებრივად და გრაციოზულად მოძრაობენ. დევნის სცენები იდეალურადაა ანიმირებული და თვალისათვის ნამდვილად სასიამოვნო საყურებელია. პერსონაჟებს რაც შეეხება გაგიკვირდებათ, მაგრამ შერლოკი და ვოტსონი ორიგინალთან შესაძლებლობების და მიხედვით მაქსიმალურად მიახლოებულნი არიან. ნუ გარდა იმისა, რომ ვოტსონი ცოტა უფრო სერიოზული პიროვნება წარმომედგინა. თუმცა მგონია, რომ გარემოს ესეც ძალიან უხდება. საბოლოოდ ორივენი გარდა მაყურებლის გაცინებისა საქმესაც ჩვენივრად იძიებენ. ერთადერთი, ვინც ამ ფილმში მეუცნაურა მორიარტია. იგი წიგნებში მშვიდი და გაწონასწორებული ბოროტი გენიოსია, აქ კი ჯოკერის უფრო ნერვულ კარიკატურას მაგონებს. ხოლო დიზაინით ფაქტიურად ჯაფარია, ოღონდ ბოროტი გმირის უფრო სტერეოტიპული მახასიათებლებით. ეს ორმაგად გულდასაწყოტიცაა, რამე თუ მას მალკოლმ მაკდაუელი ახმოვანებს. მსოფლიო კინოს ყველაზე მაგარი ვილენი. რაც შეეხება სიუჟეტს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჩახლართული და სასტიკი ამბავი არაა. ბოლოს და ბოლოს ტომი და ჯერი შეხვდნენ შერლოკს. წინა წიგნებთან შედარებით უფრო ბავშვური რამაა, მაგრამ გაცილებით უკეთესადაა კვანძი შეკრული და მოვლენებიც უფრო მეტად ჩაგითრევენ თხრობის სწრაფი ტემპის წყალობით. მართალია სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები ცოტათი უადგილოდ და აბსოლუტურად აუხსნელადაა ჩართული, მაგრამ ეგეც ასატანია. საბოლოოდ ტომი და ჯერი შერლოკ ჰოლმს ხვდებიან ძალიან საყვარელი ანიმაციაა, რომელსაც შემდეგ შობაზე კიდევ ერთხელ ვნახავ დიდი სიამოვნებით. ხოლო ახლა 10-დან 6-ით შევაფასებ. საბოლოოდ კი აი რას გეტყვით. ამ ვიდეოს სცენარის წერისას თავიდან მტკიცედ ვიდექი იმ აზრზე, რომ კლასიკური ნაწარმოებები მარად ხელშეუხებელი უნდა დარჩეს და ორიგინალის ავტორის გარდა ჯობია კანონიკური მოვლენების შეცვლა არავინ სცადოს. მაგრამ თანდათან როცა გამახსენდა, როგორი სახალისო იყო ჩემს საყვარელ წიგნებსა და ფილმებზე ახალი თეორიების მოგონება და ფიქციური სამყაროს ახალ, აქამდე აუთვისებელ ჰორიზონტებამდე განვრცობა და მე იმასაც მივხვდი, რომ ეს ჩვევა დღემდე გამომყვა როგორც მოცალეობისას თვითშესაქცევის ავარჯიშო. მოცემულობა უკვე სხვა კუთხით დავინახე. არსებული კლასიკის გადამღერება შეიძლება არც კომერციული მიზნებისთვის მოხდეს და არც საკუთარი თავის ამბავში ჩასასმელად. არსებობს მესამე მიზეზიც, მისი სიცოცხლის გაგრძელება და მაყურებლის ან მკითხველის ახალი ნაკადისთვის იმის გაზიარება, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა შერლოკის მრავალ ადაპტაციასთან მაინც მაქვს ჩემი შენიშვნები და ზოგის არსებობა ზედმეტიც მგონია, ვერ დავფარავ იმას, თუ როგორ მიხარია, როცა წარმოვიდგენ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ნაწარმოების სერიას 100, თუნდაც 200 წლის შემდეგაც გადაშლის ვინმე და რაღაც ახლის და სახალისო შთაგონების წყარო დაქცევს. თანაც რამე ისეთის, რაც მისგან აბსოლუტურად განსხვავდება, მაგრამ მის სულს ატარებს. გონია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ფასეული რამაა, რისი შექმნაც ადამიანს შეუძლია და შეიძლება ესეცაა მარადიული სიცოცხლის ერთ-ერთი ვარიანტი. აბა წარმოიდგინეთ, შერლოკის ყოველი ალტერნატიული ვერსიის ან პირდაპირ ადაპტაციის შექმნა სერ არტურ კონან დოილს კიდევ რამდენიმე ხნით რაღაც გაგებით აცოცხლებს. დღეისათვის სულ ესაა, ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ. თუ ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ რამე, თუ ეს აქ ჩემი ბოლო გაელვება არაა და ხო, კარგად იყავით.